გულითადი სალამი. დღეს მინდა ვისაუბრო ურთიერთობების არსზე. ურთიერთობები საკმაოდ ღრმა ფენომენია და ამაზე უამრავი მსჯელობა და კამათი არსებობს. თუმცა მინდა მე ჩემი ხედვა, გამოცდილება და ჩემი აზრი გავაზიარო. ურთიერთობები საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ამ სამყაროში მოვახდინოთ ადაპტაცია, გქონდეს მზაობა და ვისწავლოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი მოცემულობისთვის. ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას, რომ შევიგრძნოთ, გავიაზროთ და დავაკვირდეთ ამ სამყაროში რისი შესაძლებლობა და საშუალება გვაქვს. პირველ რიგში ჩვენ გვესაჭიროება ურთიერთობა საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან, საკუთარ ემოციებთან, საკუთარ გონებასთან, საკუთარ ენერგიასთან და საკუთარ დროსთან. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ ჩვენ აქ გარკვეული დროით მოვდივართ და ყოველთვის სივრცე და დრო ჩვენთვის შეზღუდულია. ზუსტად ეს მნიშვნელობა გვაძლევს იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი გზა, რა არის ჩვენი მოცემულობა, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი მისია. ძველად ვედებს ჰქონდათ ასეთი ნათქვამი, რომ შენ მოგეცემა სხეული იმისთვის, რომ ჩააბარო გამოცდები. ხოლო გამოცდები არასდროს არ მთავრდება. ყველა ადამიანს თავისი გამოცდა, თავისი დრო, თავისი მოცემულობა და თავისი მისია აქვს. ზუსტად ამაში გვეხმარება ურთიერთობები. ურთიერთობები პირველ რიგში ჩვენ გვესაჭიროება საკუთარ გონებასთან, რადგან დღევანდელ სოციუმში და დღევანდელ გარემოში ჩვენ ძალიან ბევრი არასაჭირო და უაზრო ფიქრი შემოგვდის გონებაში, რომელიც ხელს გვიშლის საკუთარი თავის შეგრძნების, ჩამოყალიბებაში და იმის პოვნაში, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვესაჭიროება. და ზუსტად იმისთვის, რისთვისაც ჩვენ აქ მოვედით. ვინ ვარ მე, რა მინდა, რა უნდა ვაკეთო, სად უნდა ვიყო, როგორ უნდა მოვიქცე, რა არის ჩემი მიმართულება, რითი უნდა დავყავდე, რა უნდა ვისწავლო, ვინ უნდა გავიცნო, ვისთან უნდა ვიყო ახლოს, ვისთან არ უნდა ვიყო ახლოს. რა ადამიანი რას მასწავლის, რა ადამიანი რას მაძლევს, რა ადამიანი რას მართმევს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან როდესაც ჩვენ გონებაში უამრავი ფიქრია, ჩვენ ყოველდღიურად ხელი გვეშლება იმაში, რაც ყოველდღიურად გვესაჭიროება. ნებისმიერი უაზრო და არასაჭირო ფიქრი ყოველთვის გვიშლის ხელს საკუთარი თავის გახსენებაში. იმიტომ რომ როდესაც ფიქრები მეტია, ჩვენ ჩვენი თავისთვის დრო არ გვჩება. და თუ დავაკვირდებით, ეს ფიქრები ხშირად ჩვენი არც არის. ეს გარემოდან და გარემო ფაქტორებიდან შემოსული ფიქრებია, რომელიც 90% ხელს გვიშლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდეთ და თუნდაც ფილტრავდეთ იმას, რაც ჩვენი არ არის. ამისთვის საჭიროა უბრალოდ ჩვენთვის გამოვყოთ დღის განმავლობაში 10 წუთიდან 30 წუთამდე. დავждეთ მშვიდ ადგილას და გავაჩეროთ ეს ფიქრები. ჩვენ თავს ვკითხოთ, ჩემია ეს ფიქრი თუ ჩემი არ არის? საიდან შემოვიდა ეს ფიქრი? რას მაძლევს ეს ფიქრი? უნდა გავყვე თუ არ უნდა გავყვე ამ ფიქრს? არსებობს ესეთი საკმაოდ სიღრმისეული კითხვა. ის ფიქრები, რაც ჩვენში შემოდის, ჩვენი არის თუ ჩვენი არ არის? და ის, რომ მაგალითად გავყვე თუ არა ამ ფიქრს? იმიტომ რომ ნებისმიერი ფიქრი ჩვენ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ასევე გვიზიანებს იმ მიზანს, რომელსაც თუნდაც ჩვენ ყოველდღიურად ვადგავართ. თუ დავაკვირდებით ჩვენ ფიქრებს, აუცილებლად მოვახდენთ ამ ფილტრების გაფილტრვას და ამ ფიქრების შემომავალი ნაკადის შეჩერებას, რომელიც ჩვენზე ნეგატიურად მოქმედებს. იმიტომ რომ ერთ ფიქრს შეუძლია დაბადოს 10 ფიქრი, 10 ფიქრს შეუძლია დაბადოს 100. ხოლო ამას შეუძლია შექმნას ისეთი ლაბირინთი, საიდანაც ფაქტიურად ვეღარ გამოვდივართ, რასაც ეწირება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგია. უბრალოდ გაჩერდი, ჩაისუნთქე, იყავი მშვიდი და დაუკვირდი, რომელი ფიქრი არის შენი და რომელი არა. ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობა საკუთარ ემოციებთან. ემოციები ჩვენი შინაგანი სამყაროს ერთგვარი ამინდია. იმიტომ რომ ემოციები ყოველთვის ყვარნახობენ ჩვენ შიგნით, ჩვენ შინაგან სამყაროში იმ მდგომარეობას, რომელშიც რეალურად ვემყოფებით. ჩვენ ბავშვობიდან ხშირად არასწორად გვასწავლიან ემოციებთან ურთიერთობას.
იმიტომ რომ ყოფილა ხშირად ისეთი შემთხვევები, როცა გვეუბნებიან, ესი არ მოიქცე, ამაზე არ გაიცინო, იმაზე არ იტირო, ესი არ გააკეთო, ეს სუსტია, ეს არასწორია. ჩვენ თავიდანვე ხშირად არასწორად ვიწყებთ ჩვენ ურთიერთობებს, ჩვენ ემოციებთან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ემოცია ჩვენია. თუ ჩვენ ვართ მოწყენილები, ესე იგი იმიტომ ვართ, რომ გარკვეული მოწყენილობა არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაც სიღრმე გქონდეს, იმისთვის, რომ იმ მდგომარეობას დავაკვირდეთ, რაც რეალურად ამ მოწყენილობას გთხოვს. ჩვენ თუ რაღაც გვიხარია, ეს აუცილებლად უნდა გამოვხატოთ, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ შიგნით დაგროვდა, გარეთ არის გამოსატანი. ჩვენ თუ ცრემლი გვადგება, უნდა ვიტიროთ, იმიტომ რომ იმისგან უნდა განთავისუფლდეთ, რაც რეალურად შიგნით გვაწუხებს. და ასე უნდა უსმინოთ ჩვენ ყველა ემოციას, რადგან როდესაც ჩვენ ემოციას უარყოფთ, ის ჩერდება ჩვენ სხეულში, რომელიც ჩვენ შინაგანად გვაზიანებს, გვამტრევს და ხელს გვიშლის ზუსტად იმაში, რისი მიღება ჩვენ სამყაროსგან გვინდა. არასწორი ემოციები ეს არის ჩვენი არაჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ხელს გვიშლის არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ ურთიერთობებში, მიზანში და იმ გარემოებებში, რომელშიც ყოველდღიურად ვიმყოფებით. ამიტომ ჩვენი ემოციები ყოველთვის სწორად არის გამოსატანი გარეთ. ასევე მნიშვნელოვანია საკუთარ სხეულთან სწორი და ჯანსაღი ურთიერთობა. რა არის ჩვენი სხეული? ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ სხეული არის ჩვენი ტაძარი. ზოგი თვლის, რომ ეს არის სკაფანდრი, ან ზოგი თვლის, რომ ეს არის დროებითი მოცემულობა. თუმცა, თუ დავაკვირდებით ამ სამყაროში, რასაც ვეხებით, რასაც ვგრძნობთ, ყველაფერს ამის საშუალებას სხეული გვაძლევს. ჩემთვის სხეული არის ჩვენი დრო. თუ დავაკვირდებით, ჩვენი დრო ჩვენი სხეული განსაზღვრავს. ჩვენ ამ სამყაროში იმდენი დროით ვიქნებით, რამდენი საშუალებასაც ჩვენი სხეული მოგცემს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თითოეული წუთი, თითოეული საათი და თითოეული დღე სწორად განსაზღვროთ. როდესაც რაღაცას ვეხებით, როდესაც რაღაცას შევიგზნობთ, როდესაც რაღაცას მიღება გვინდა, როდესაც რაღაცის გაცემა გვინდა, როდესაც რაღაცის მიღწევა გვინდა, ყველაფერში ჩვენი სხეული მონაწილეობს. თუმცა, ჩვენ ხშირად არასწორ პრიორიტეტებს ვუყენებთ ჩვენ სხეულს, რომლის საშუალებითაც ჩვენ სხეულს ვაზიანებთ. ვაზიანებთ გონებრივად, ვაზიანებთ მენტალურად და ვაზიანებთ ემოციურად. რადგან, როდესაც ჩვენში მაგალითად არის ფსიქიკური სტრესი, ჩვენ ადამიანებს ხშირად არ შეგვიძლია, რომ ეს სტრესი ისევ ფსიქიკურად გავანეიტრალოთ. ამიტომ ამაში გვეხმარება ჩვენ სხეული. ის ფსიქიკური ბლოკები ჩვენ სხეულში ჩერდება, მაგრამ როდესაც მეტისმეტად დიდია, ჩვენი სხეული გთხოვს, რომ ამისგან განთავისუფლდეთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვისწავლოთ ჩვენ სხეულთან ზრუნვა. მაგალითად, როდესაც ჩვენ სხეული გთხოვს, რომ რაღაცისგან განთავისუფლდეთ, ეს განთავისუფლება არსებობს სხვადასხვა ტიპის. მაგალითად, ჩვენ თუ გვინდა მოძრაობა, უნდა ვიმოძრაოთ. ჩვენ თუ გვინდა ცეკვა, უნდა ვიცეკვოთ. ჩვენ თუ გვინდა ფიზიკური აქტიურობა, უნდა დავყავდეთ ფიზიკური აქტიურობით. რადგან მხოლოდ მოძრაობის საშუალებით ხდება იმ ნეგატიური სტრესისგან და გარემო ფაქტორებისგან შექმნილი პრობლემებისგან განთავისუფლება. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი სხეულის გრძნობა. რა აწუხებს მას რეალურად? რა გროვდება შიგნით ისეთი, რისგანაც გვჭირდება ამისგან განთავისუფლება. როდესაც ჩვენ სხეულს არ უგდებთ ყურს, არ უსვენთ და არასწორად გრძნობთ, ან თუნდაც ვარიდებთ ამას, ხო? ის არსად არ მიდის, ის ჩვენში ჩერდება და მუდმივად შინაგანად გვაზიანებს. ამიტომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი სხეული. რამდენადაც გავუფრთხილდებით ჩვენ სხეულს, იმდენად დიდხანს ვიცოცხლებთ და იმდენი მეტი დრო გვექნება ამ სამყაროში იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა. ასევე მნიშვნელოვანია ბუნებასთან სწორი და ჯანსაღი ურთიერთობა და დამოკიდებულება. რა არის ბუნება? ბუნება არის ერთგვარი პლატფორმა, რომელსაც თავისი წესები და კანონები აქვს, თავისი ბიორითმი და თავისი ციკლები, როგორც არის მაგალითად ღეღამის ციკლი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბუნება არის ერთგვარი უმაღლესი დისციპლინის ნაწილი, რომელიც მუდმივად კვარნახობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რაზე უნდა დავფიქრდეთ და როგორ უნდა მოვახდინოთ მასთან სწორი ადაპტაცია. პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ ბევრ ამას არ ვითვალისწინებთ.
მაგალითად, თუ დავაკვირდებით მწერებს, ფრინველებს, ცხოველებს, დავინახავთ და გავიაზრებთ, რომ ყველაფერი ამ უმაღლესი დისციპლინის ქვეშ ექცევა. მხოლოდ ჩვენ ვახდენთ შეწინააღმდეგებას ადამიანები. ცხოვრობთ არასწორი წესებით, ცხოვრობთ ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულებებით, უარყოფთ იმ კანონებს და წესებს, რასაც მუდმივად გვეუბნება ბუნება და გვარნახობს, როგორ უნდა მოვიქცეთ. თუნდაც, როდესაც ჩვენ არაჯანსაღად ვიკვევებით, არაჯანსაღად გვძინავს, არაჯანსაღად მოქმედებთ და არაჯანსაღად ვიყენებთ იმ ბუნებრივ შესაძლებლობებს და საშუალებებს, რასაც ბუნება ხშირად გვჩუქნის. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ბუნების მოცემულობა და ეს უმაღლესი დისციპლინა ისე მოვირგოთ, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს ამ სამყაროში მოქმედება და იმ მიზნის მიღწევა, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ბუნება ყოველთვის რეალურია და მტკიცეა. უბრალოდ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენ რატომღაც ვთვლით, რომ ადამიანები უფრო მნიშვნელოვანი არსებები ვართ, ვიდრე სხვა არსებები, რომლებიც ამ ბუნებით იკვებებიან და ამ ბუნებაში ცხოვრობენ. როგორც კი ჩვენ დავიცავთ წესებს და დავიცავთ ბუნების კანონებს, აუცილებლად ჩვენში ჩამოვა ის აზრისი, რომელსაც მოაქვს სიჯანსაღე, სიმშვიდე და ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც სიცოცხლეს გვიხანგძლივებს, გვაძლევს ბედნიერებას, გვანახებს სიკეთეს, გვაძლიერებს და გვაძლევს მზაობას იმისთვის, რომ მუდმივად წინ ვიმოძრავოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მუდმივად უსმინოთ ბუნებას. ასევე ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ ურთიერთობთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში შემოდიან, ან მიდიან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ადამიანი შემთხვევით არ მოდის ჩვენ ცხოვრებაში. ის ადამიანი მოდის, როდესაც ჩვენ რაღაცას ვითხოვთ, ან რაღაცა მნიშვნელოვანს გავდივართ. იმიტომ რომ თითოეული ადამიანი რაღაცას გვაძლევს, რაღაცას გვართმევს, რაღაცას გვასწავლის, რაღაცას გვიხსნის, რაღაცაში გვაძლიერებს და რაღაცაში თუნდაც წინ გვწევს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ რაღაცისკენ მივიწევთ. ვიღაცა გვასწავლის სიყვარულს, ვიღაცა გვასწავლის სიკეთეს, ვიღაცა გვასწავლის ბოროტებას, ვიღაცა ხელს გვიშლის, ვიღაცა გვეხმარება, ვიღაცა რაღაცას გვააზრებინებს, ხოლო ვიღაცა რაღაცას ვტყენს, ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ შინაგანად მზაობა გქონდეს, გავძლიერდეთ და გადავლახოთ ის ცვლილებები, რაც ჩვენ წინ გვაქვს, რომელიც ჩვენ გვაახლოვებს ჩვენ მიზნებთან. ხშირად მსმენია ესეთი გამოთქმა, რომ მაგალითად ეს ადამიანი მე ღმერთმა გამომიგზავნა. სამწუხაროდ ხშირად ეს მოსაზრება არასწორია, რადგან ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არც ღმერთი და არც სამყარო არავის არ გვიგზავნის. ჩვენ ღმერთის და სამყაროს იმ ადამიანს გვახვედრებს მაშინ, როდესაც ჩვენ რაღაცისთვის მზად ვართ, რაღაცის მიღება გვინდა და რაღაცის გაცემა გვიწევს. იმიტომ რომ ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში ჩნდება იმისთვის, რომ რაღაცა გავცვალოთ. ეს გავს ერთგვარ სიხშირეს, რადგან როდესაც რაღაცას ვითხოვთ, ჩვენ უნდა გქონდეს იმის მზაობა, რომ ამ მოთხოვნის გამო რაღაცა გავცეთ. ხოლო ის ადამიანი ზუსტად ასეა, იმიტომ რომ ის შემთხვევით არ მოდის. ის იციღებს ჩვენგან იმას, რაც მას სჭირდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორი და გაცნობიერებული დამოკიდებულება თითოეულ ადამიანთან, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში ჩნდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი აქ ყოფნაც კი დროებითია, როგორც სხვა ადამიანის. უბრალოდ ყველაფერი ფუჭდება მაშინ, როდესაც ჩვენ ზედმეტად დიდი მოთხოვნილებები გვაქვს და იმაზე მეც ვთხოვთ იმ ადამიანს, რისი მოცემაც არ შეუძლია. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება მოვითხოვოთ ის, რაც იმ ადამიანს არ აქვს. ან არ შეუძლია მეტის მოცემა. უბრალოდ ჩვენ გაუაზრებელ მდგომარეობაში ხშირად გვიწევს ჯაჯგური, ხშირად გვიწევს გაუგებრობა, ხშირად გვიწევს ტოქსიკური მდგომარეობა, ხშირად გვიწევს შინაგანი თავის დაზიანებაც კი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიაზრებთ რეალურად რას ვითხოვთ. თითოეული ადამიანი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ჩვენ რეალურად ვითხოვთ, რაც ჩვენ შიგნით ცხოვრობს. იმ მომენტში, ახლა და აქ. უბრალოდ საჭიროა, რომ დაუკვირდეთ და გავიაზროთ, რომ რას ვითხოვთ ამ ადამიანისგან. რას გვაძლევს ეს ადამიანი, რისი მიცემა შეგვიძლია ამ ადამიანისთვის და თუნდაც როდემდეა ეს ადამიანი. იმიტომ რომ ურთიერთობების არსის ზუსტად ამაშია, რომ ადამიანები მუდმივად არ იქნებიან ჩვენ გვერდით, როგორც ჩვენ არ ვიქნებით მუდმივად ამ სამყაროში.
აუცილებელია რომ ჩვენ დავაფასოთ თითოეული ამ ადამიანის ჩვენს მიმართ დამოკიდებულება და ასევე ჩვენი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ. კი, ხშირად ამას ჩვენ არ ვიაზრებთ. ხშირად ჩვენ გვერთვება ეგო, ხშირად ჩვენ გვერთვება ის პრინციპები და ის დამოკიდებულებები, რომელიც ვთქვათ სხვა ადამიანისთვის მიუღებელია და ამიტომაც ჩნდება გარკვეული კრიზისი და ესეც კი გამოცდაა ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ თუ ჩვენ ეს არ გადავლახეთ, ჩვენ ვერ ვისწავლით, ვერ გავიზრდებით, ვერ გავძლიერდებით და ვერ დავაკვირდებით იმ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ჩვენი გამოცდებია ცხოვრებისეული. იმიტომ რომ როგორც არ უნდა იყოს, ყველა ადამიანი ჩვენ გამოცდებს გავდივართ ამ სამყაროში. ხოლო ამ გამოცდებში ეტაპობრივად სხვადასხვა ადამიანები გვეხმარებიან. ზოგი გვეხმარება მეგობრობის სახით, ზოგი გვეხმარება სიყვარულის სახით, ზოგი გვეხმარება კეთილი დამოკიდებულებით, ზოგი გვეხმარება სიტუაციურად, ზოგი გვეხმარება ნეგატიური გავლენით, ხოლო ზოგი პირიქით ხელს გვიშლის. თუმცა ესეც კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შინაგანად გავძლიერდეთ. იმიტომ რომ რასაც ამ სამყაროში გავდივართ, ყოველთვის გვამზადებს იმისთვის, რაც მოვითხოვეთ. რა მოვითხოვეთ? აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ამას არ ვიაზრებთ. ხშირად ჩვენ გონია, რომ ჩვენი შინაგანი პრობლემები სხვა ადამიანმა უნდა მოაგვაროს. ჩვენი დასალაგებელი სხვა ადამიანმა უნდა დაალაგოს. სხვა ადამიანმა უნდა გვასწავლოს, სხვა ადამიანმა უნდა გაგვზარდოს, სხვა ადამიანმა უნდა გადაგვისვას მუდმივად თავზე ხელი, სხვა ადამიანმა უნდა გვანონგეშოს. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ შიგნით არსებობს. თუ დავაკვირდებით, როდესაც ჩვენ შინაგანად გარკვეული კრიზისი გვაქვს, ან არეულობა გვაქვს, ან ხმაური გვაქვს, ხო? ეს ჩვენი მოსაგვარებელია, რადგან თუ სხვა ადამიანი ამ გაუგებრობაში შემოდის, სხვა ადამიანი უფრო მეტ სიმძაფრეს გმატებს და ხშირად ხელსაც კი გვიშლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ზუსტად გავიაზროთ ის მოცემულობა, რასაც ჩვენ ვეძახით, რომ აი მსგავს იზიდავს. რითი ვიზიდავთ? ტრამვით ვიზიდავთ, პრობლემებით ვიზიდავთ, გაურკვევლობით ვიზიდავთ, შიშებით ვიზიდავთ, რითი ვიზიდავთ, რისი შევსება გვინდა, ან რისგან გვინდა განთავისუფლება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ზუსტად გვესმოდეს ურთიერთობების არსი, ურთიერთობების მნიშვნელობა და რას გვაძლევს და რას გვართმევს ეს ურთიერთობები. ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ჩვენ ხშირად არ ვკვირდებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჯერ დავიწყოთ ჩვენ თავთან ურთიერთობა, ჩვენ პრობლემებთან, ჩვენ მდგომარეობასთან, ჩვენ მოცემულობასთან, ხოლო ამ ყველაფერს რო დავალაგებთ, შემდეგ მოვახდინოთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, რომ ზუსტად დაალაგდეს ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს. სიმშვიდე და ჰარმონია ზუსტად მაშინ შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ და ვიწყებთ ჩვენ თავთან სწორ და ჯანსაღ ურთიერთობას. ჩვენი პრობლემების დაალაგებას, ჩვენი განცდების მოწესრიგებას, ჩვენი შიშების გააზრებას, ჩვენი ემოციებთან ურთიერთობას და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან რთულია სხვანაირად ჩვენ ჩამოვყალიბდეთ და მოვახდინოთ ჩვენი იდენტიფიცირება ამ სამყაროში. იმიტომ რომ სანამ ჩვენ არ მოვაგვარებთ ჩვენ მხარეს არსებულ პრობლემებს, ძალიან რთულია რომ სხვა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოგვეყალიბდეთ. გისურვებთ მშვიდ, ჰარმონიულ და ჯანსაღ ურთიერთობას.